გადადგომა განცხადების გარეშე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორი აღარ არის. ის ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილმა აუდიტის სამსახურის უფროსად წარადგინა. დიდი ბრიტანეთისა და სხვა სახელმწიფოების მიერ სანქციონებულ გაბიტაშვილს განმარტებები არ გაუკეთებია, რა გახდა თანამდებობიდან გაშვების მიზეზი. ბოლოს მან პოლიტპატიმრების საქმეების პროკურორები დააჯილდობა. როგორც ჩანს, გაბიტაშვილი ისე წავიდა, რომ თანამშრომლებსაც არ დაემშვიდობა. გიორგი კვიჟინაძე დეტალები თუ ერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობიდან ისე გადადგა, გადააყენეს, რომ განცხადებაც კი არ გაავრცელებია. ამის შესახებ დღეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა გაბიტაშვილთან ერთად, სადაც გაბიტაშვილი წარადგინა მთავარ აუდიტორად, თუმცა არაფერი უხსენებია არც გაბიტაშვილს და არც შალვა პაპუაშვილს, რა გახდა მიზეზი, რის გამოც გაბიტაშვილი დაემშვიდობა გენერალური პროკურორის თანამდებობას. გიორგი გაბიტაშვილი ჩაანაცვლებს ახლა ცოტნე ყავლაშვილს, რომელიც ასევე თანამდებობიდან ისე გადადგა, რომ საჯარო განცხადებაც არ გაავრცელებია. ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა 2022 წლიდან მთავარი აუდიტორის თანამდებობას და მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ 7 წლით ყოფილიყო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მეთაური, თუმცა იმან არჩია, რომ გადასულიყო ქვედა ფლანგზე, ანუ ის ახლა დაინიშნება ქართული ოცნების ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. ფინანსთა მინისტრის მოადგილეობაზე მაღალი თანამდებობა რომ არის მთავარი აუდიტორის პოზიცია, ეს ბუნებრივია, ცხადია, რაც შეეხება გიორგი გაბიტაშვილს, ის გასულ წელს გახდა გენერალური პროკურორი, მას შემდეგ რაც ირაკლი შოთაძემ თითქოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა გენერალური პროკურორის თანამდებობა, ამის შემდეგ კი აირჩიეს მისი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი. გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 1 წელიც კი არ ყოფილა და დღეს ვიგებთ, რომ ის გადახავთ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პაპუაშვილმა განმარტა, რომ თითქოს და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ქართულ ოცნებას სურს, რომ დაიმკვიდროს მესამე ადგილი და ამ მიზნით აწინაურებს და ნიშნავს გიორგი გაბიტაშვილს, თუ ეს დაწინაურება რა თქმა უნდა მთავარ აუდიტორად, რაც შეეხება დამატებით კითხვებს, თუ ვინ იქნება შემდგომში გენერალური პროკურორი, ვის აირჩევს და დანიშნავს ქართული ოცნება გენერალურ პროკურორად, ეს ჯერჯერობით უცნობია, არ ჩალვა პაპუაშვილს და არც გიორგი გაბიტაშვილს მედიის მიერ დასმულ დამატებით შეკითხვებზე პასუხები არ გაუცია. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას. როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლება-ამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამიტომ გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გენერალური აუდიტორის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში. აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადაუხადო სახელისუფლებო გუნდს დობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელზეც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები. მე ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. თქვენ ახლა უსმენდით გიორგი გაბიტაშვილს, აწუყვე ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც დაინიშნება მთავარ აუდიტორად. თქვენც შეატყობდით, რომ საკმაოდ ნერვიულობდა გიორგი გაბიტაშვილი, როგორც ჩანს, დიდად არ არის კმაყოფილი იმ ცვლილებით, რომელიც მიიღო და გადაწყვეტა ქართული ოცნების ხელისუფლება. მთავარი აუდიტი და აუდიტის სამსახური იყო ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შედარებით სხვა უწყებებისგან, თუმცა ახლა როგორც
ეკონომისტები და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები აცხადებენ, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს შედარებით დამოუკიდებელი ინსტიტუტი საბოლოოდ ჩაიგდოს ხელში. რა არის აუდიტის სამსახური? აუდიტი სწავლობდა ყველა საჯარო უწყების ფინანსურ ხარჯებს და ის დებდა შემდგომში დასკვნებს ამ შესწავლის შემდეგ და საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდა თუ რა თანხებს ხარჯავდა ქართული ოცნება სხვადასხვა მიმართულებით და არაერთხელ გამოკვეთილა არამიზნობრივი ხარჯვები და ასევე კორუფციის ნიშნები, რაზეც წესით გიორგი გაბიტაშვილის უწყებას გამოძიებაც კი უნდა დაიწყო, თუმცა გამოძიება არც ერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა, ან თუ დაიწყო, ეს იყო ფორმალობა და შემდგომში საქმეები იყო თაროზე შემოდებული. ახლა კი თავად პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულების გამოძიებაზე, ახლა ინიშნება მთავარ აუდიტორად, რაც ეკონომისტებისთვის და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ნიშნავს ერთადერთს, რომ ქართულმა ოცნებამ აუდიტის სამსახურის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. აუდიტის სამსახური არის საკონსტიტუციო ორგანო მაღალი დონის იმუნიტეტით, არის იგი კანონით უზრუნველყოფილი და მისი ხელმძღვანელის აი ასე ერთი ხელისმოსვით განთავისუფლება არის იმის მანიშნებელი, რომ ქართული ოცნება ბოლომდე როგორც საკანონმდებლო, ასევე საკადრო დანიშნებით აგრძელებს რეპრესიების გზას. ფინანსისტის პროფესიონალი პიროვნების ჩანაცვლება გენერალური პროკურორით, რომელიც პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დავალებების შემსრულებელი, საფინანსო სისტემაში მისი გადაყვანა ასევე მანიშნებელია სახელმწიფო რესურსებზე სრული ერთპიროვნული კონტროლის დამყარების სურვილი. ერთია რომ თავდება ფაქტობრივად ღარიბაშვილის კადრების განდევნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან და შიდა პარტიული გადაადგილების თუ ბრძოლის ერთ-ერთ გამოძახილად შეიძლება ეს განვიხილოთ, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის სხვა ფაქტორი. ის რომ ასე თუ ისე შეზღუდული თავისუფლების პირობებში აუდიტის სამსახური მაინც ახერხებდა კრიტიკული შენიშვნების გამოთქმას და აი ბოლო ერთი კვირის წინანდელი მისი დასკვნა გასული წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ საყურადღებო იყო, რომელმაც მედიის ყურადღებაც მიიქცია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ფინანსურ რისკებს ეხება. ეს დანიშნა ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, განჩების მოჭერის პოლიტიკას, თუნდაც იგივე მედიასთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებით და ასე შემდეგ. რით დაგვამახსოვრა თავი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უკვე გიორგი გაბიტაშვილმა პოლიტიკურად მოტივირებული და გამოუძიებელი საქმეები და ასევე მან რამდენიმე დღის წინ დააჯილდოვა ის პროკურორები, რომლებიც სწორედ მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვასა და წარმოებაში. გიორგი გაბიტაშვილი არის სანქცირებული როგორც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან. დიდმა ბრიტანეთმა მას ფინანსური სანქციები დაუწესა და ამ სანქციების ფონზე მას სახელფასო ბარათიც კი დაებლოკა. ვინ ჩაანაცვლებს გიორგი გაბიტაშვილს და რატომ დატოვა მან თანამდებობა ისე, რომ სავარაუდოდ არც პროკურორებს დაემშვიდობა და არც საჯარო განცხადება გაავრცელებია. გაბიტაშვილი ჩაანაცვლებს ცოტნე ყავლაშვილს და გაბიტაშვილი გახდება სწორედ მთავარი აუდიტორი, რაც შეეხება ცოტნე ყავლაშვილს, მანაც ისე დატოვა თანამდებობა, რომ რაიმე საჯარო განცხადება ან განმარტება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ვიცით მხოლოდ ის, რომ ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნება.